რეალურად მშობელი არის დამნაშავე იმაში, რომ ბავშვში ასეთი აგრესია და ასეთი წამებისკენ მიდრეკილია შვილი? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ნამდვილად ვერ გავათავისუფლეთ პასუხისმგებლობისგან მშობელს, იმიტომ რომ მშობელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ხო, როგორ აღზის და ჩამოაყალიბებს თავი და ბოლომდე მშობელზეა. ეს არის მშობლის პასუხისმგებლობა. ჩვენ საუბარი ეხება არასრულწლოვნებს, ხო ასეა, რომელთა აღზის პროცესი ჯერ დასრულებულიც არ არის. თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, მშობელს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკუთვნის, ცხადია. ეს არ ნიშნავს, რომ ხა ვაგინო და ვლანძღოთ ეს მშობლები, რაღაცა თავი ვერ გაართვეს თავის მოვალეობას და შეიძლება ვერც მოთხოვო, იმიტომ რომ დღეს შეიძლება არც იმდენად დიდი ცოდნა იყოს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს შენ როგორც მშობელი, როგორი უნდა იყოს შენ როგორც მამაკაცი შენი მეუღლის მიმართ, ან და თქვათ ქალი თავისი მეუღლის მიმართ, როგორ უნდა ავლენდეს თავის თავს შვილებთან და ასე შემდეგ. აქ ღირებულებებისა და ფასეულობის საკითხი ჩანს, რომ აქ დეფიციტი სერიოზული, ხო? იმიტომ რომ ბავშვი მაინც არის სარკე ოჯახის. რა თქმა უნდა, არ ეკლა თავიდან ბოლომდე და ოჯახი სარკე არის ქვეყნის, ხო? ამიტომ ეხა ეს რაღაცა თითქოს ცალკე სადღაც ხდება და ჩვენ არ გვეხება და დავინახოთ რაღაცა გარკვეული, როგორც რაღაც გარკვეული ჯგუფის პრობლემა და თითქოს ეხა ჩვენ სადღაც ოლიმპოს მთაზე ვართ ღმერთების ადგილზე, მასე ალბათ არ უნდა შევხედოთ, ხო? მაგრამ მაინც მიჩიჩხინებს ხოლმე ესეთ პასუხს როცა ვისმენ და ვეთანხმები ალბათ, მაგრამ საკაკი სიტყვები რა, მარტო წუთონ არას უზავს თუ ბურებამაც არ უშველა. თუ სიყვარულით არიან ბავშვები ნასაზრდოები, იმათ არ უჩნდებათ ეგეთი სურვილი. ამ ბავშვებს ყველაზე მეტად რაც აკლია სიყვარული არის, აღიარება. ანუ მათ ხო თავის თავზე წარმოდგენა ნოლს ქვემოთ აქვთ. ისინი ახლა ამით ცდილობენ თავის დამკვიდრებას სხვა ადამიანს რომ აწამებ და დაამცირებ და ამით მერე რაღაცა ღირსებას რო იძენ, რა დონის საცოდაობაა, ხო ეს? მაგრამ ეს ჩვენი რეალობის უტყუარი სურათ ხატია.